წყალტუბოში ახალი სათადარიგო სტადიონი გაიხსნა. სტადიონის გახსნა სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე ახლად გახსნილ სტადიონზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, წყალტუბოს სამგურალმა და რუსთავის მეტალურგმა მატჩი გამართეს. სტადიონის გახსნა წყალტუბოში ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. წყალტუბოში დაბრუნდა ფეხბურთი რამოდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ. ყველაზე კარგი ის არის, რომ სამგურალი ითამაშებს თავის შინაურ კედლებში. ეს არის მოედანი, რომელიც შემდგომში იქნება სარეზერვო და უფრო უახლოეს მომავალში ალბათ ერთი წლის შემდეგ უკვე დიდი ასპარეზი მიეცემათ უფრო და საუკეთესო სტადიონი გაიხსნება. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მსგავსი ინფრასტრუქტურის პროექტი. სათადარიგო სტადიონის დაშლა 2 მილიონი ლარი, მეორე პროექტი უკვე გაგრძელდება და ალბათ მომავალ წელს სადღაც-თლიანი პროექტის სიდებულება არის 7 მილიონ ლარამდე და ერთ წელიწადში უკვე უნდა დავასრულებთ ჩვენ მთლიანად ტელეკომპლექსის რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი თვითონ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის და არა მარტო ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ეს საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამ ხარის, ამ რეგიონის, თვითონ ამ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე აისახება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.